თუ შემთხვევით შეგხვდათ ეს ვიდეო, მე ვარ ლიკა, ახლა მივდივარ კახეთში, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად. წინ გველის ნამდვილად პატარა თავგადასავალი. თუ ვინმეს მოგენატრათ 90-იანები ამ ვიდეოდან გაგახსენებთ. ჩემი თხოვნაა, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, რომ მივხვდე ღირს თუ არა კიდევ ამ კონტენტის გაგრძელება. წინ ბევრი გეგმა მაქვს და ასე რომ წავედით. ჩემი ძმა თოკოს ბიძაშვილმა მიდაშვილი. ეხლა დავირაზმებით და წავალთ. გახსენი რომ ჩავაწყო. Ვალები შეავალ. ჩემი ძმა გაიცანი. საღამოს 7 საათია ახლა. და ახლა ვაპირებთ დასვლას კახეთში. ალბათ იქ ვიქნებით ასე 11-ისკენ. გზად უნდა გავიართ ფოლადანტკარში სავარაუდოდ რომ შეშა წავიღოთ აქედან იქ რომ ჩავალთ ვეღარ ვიყიდით ვერაფერს დაკეტილი იქნება ალბათ არც ვიცით სად უნდა ვიყიდოთ შეშა და იმ სახლში მით უმეტეს ფეჩის გარეშე ვერ გავწვევით არის გაზი მაგრამ საკმაოდ დიდი სახლია თან დაკეტილია და ესეთი ის არ არის რა გამთბარი კედლები რომ რაღაცა დენის გამათბობებმა გაათქოს ამიტომ თან ფეჩი ძალიან მაგრად მიყვარს და ფეჩს ავანთებთ მაგის ხათრით და ხალისით უფრო მივდივარ ახლა კიდე თან თოვლი იქნება სავარაუდოდ იმედი მაქვს რომ თოვლი იქნება იმიტომ რომ სადაც მივდივარ თოვლიან ადგილებში მე თოვლი არ მხვდება რამდენიმე დღის წინ დიდი თოვლი იყო და ალბათ ახლაც იქნება რა ვიცი ყველგან თოვლია თოვლი გამიხდა სანატრალი, როცა თოვლი ანგრევს მთლიან საქართველოს რამეს. ჯერ რუსთავიდან ახლა გავდივართ და რომელი საათია? 8 დაიწყო. იქ ალბათ ჩავალთ საათს ნახევარში, ხო? რუსთავში შემოდიხარი. ხა მოვედით ფოლადანტკარში. ვაიმე ეს რა საშიში სახლია. რაღაცნაირი ხმები გამოდის ჭრიალის სავარაუდოდ სულები არიან. ჟეშტს ფიჩხები ერახუნება და მე სული მეგონა. ცოტა საშიშია ეს გარემო ჩემთვის. ხო ეს მართლა ჩვენი პატარა დაჩა არის, რომელიც უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ. აქ სახლის აშენება გვინდა. და ძალიან კარგი ხედია უკან ნახეთ თბილისი ჩანს ხელის გულივით. აი ახლა აიღებენ ბიჭები შეშას და წავალთ უკვე თელავისკენ. აი აქეთ ცარიელი ტერიტორია არის და არაფერი არ არის გაშენებული. აი ჩავჯდები ძალიან ცივა და ჩაგერთვებით კახეთიდან. გავჩერდით საწვავს ვასხავთ და უკვე თოვლი დაიწყო წარმომიდგენია იქით რა მაგარი თოვლია მეორე გაჩერება სუგა მოდი გაჭამო აჰა მოდი მოდი, ეი. ხამალე მივალთ უკვე თელავში. გაცუნცულა პური არ შეჭამსო ლუკამ. Hello. მაგრამ თოს 9 საათია და ჯერ ვართ ბარჯის ხევში საკმაოდ ცივა თან თოს და ალბათ სანამ იქ-ჩავალთ კიდევ უფრო დადებს ყოველთვის მიყვარდა ხოლმე აქ გაჩერება ბავშვობაში კახეთში რა დავდიოდი დასასვენებლად
მგონა უფრო დიდი თოვლი იქნებოდა. რატომღაც, მაგრამ სავარაუდოდ ამაღამ დადებს. აუ ეზოში რა კარგად თოვს, ნახეთ. იმედია ახლა შუქს ჩავრთავთ, იმიტომ რომ ამ სახლში არავინ არ ცხოვრობს. დაკეტილია. ტელეფონსაც ვერ დავტენით ტელეფონებს ეცადე. იმაში მანქანაში ხო დავტენით. ერთი პატარა რა არის? აკონკილი ფეჩი. აფჯებული აქ თქონდა. ო. სანთლები მოიტანე? შუქი არა გვაქვს და ესე გვიწევს რომ სანთლის შუქზე გავატაროთ ეს ხამე. ფეჩს დავდგავთ ახლა და მე ჩაგერთვებით. აი ასეთი სახლი გვაქვს. ძალიან გასაკეთებელია. აქ არის ერთი ოთახი, საერთოდ არაფერია. აქ მეტლახები და რაღაცები ყრია. აუ აქ რამდენი რაღაცა წვია. შენ ხარ? მე არ არის ტელესაიტიც. რატო? ცოტა არ იყოს მეშინია, იმხელა სახლია. რითი მოვიტანო სხვა? ქვაბით. აქ ცეცხლი. ხო, დიდი ქვაბით რა. გამოავლე ოღონდ რომ სუფთა იყოს. აი მაგ. იქით არის უსიბნელე. ცოტა არ იყოს მეშინია. აქ კი გვაქვს სანთლები, მაგრამ დიდად ვერ ანათებს. გარეთ საკმაოდ კარგად დადო თოვმა. არ ვიცი ჩანს თუ არა. აი როგორი ირეკლავს ეს სინათლე. ფანჯრები როგორი ირეკლავს უბრალოდ შემეშინდა მეთქი საიდან მოდის ეს შუქი. იქით არის ძალიან დიდი მარანი. სადაც ჩახედვისაც კი მეშინია, იმიტომ რომ ძალიან ღრმა არის. აი ხვალ დღის შუქზე გაჩვენებთ. და ესე სიბნელეში ვიკარგებით. ტელეფონებიც დაგვიჯდა. მე აქ ვარ. აქ გვაქვს სამწვადე, პური და რაღაც პროდუქტები და ახლა გავშლით სუფრას. აი რაღაცნაირი გარემოა რა. თან მომწონს ხო, არ არის პირობები არანაირი, მაგრამ აი უცებ რაღაც იმყუდროვეს მოაწყობ რა. ძალიან კაია. რომელი ღრმა ჯამი? აბია. აბა ეს რა არის? აგე? ჯამი. ხარა ჯამი. აი თებში სავთ, აი ესეთი რაღაც ჯამი გამირეცხა. კაი.
საკმაოდ დათბა. ახლა აქ მივალაგებთ კიდევ აი აქ დივანიც გვიდგას, მაგიდა. აქ სანთელი უფრო კარგად ანათებს ზევიდან. აურა კაი არა სითბო არა. აქ პატარა სამზარეულო გვაქვს. აი ჩვენი სუფრაც როგორც იქნა გავშალეთ. ახლა მწვაცაც მოიტანენ და დრო 2-ის ნახე, 3-ის ნახევარი ხალხ. მედით ახლა დასხედით. იცით რომელი საათია? 3 ნახევარი. გემრიელი მწვადი გამოგვივიდა. კარტოფილები. შეშა ჰამაკი უნდა ჩამოგიდო. ახლა სიოში ჰამაკში ჩაწვევი აქ. დავედი მე. შუქი არ გვაქვს და მთელ დღე ვთამაშობთ კარტს, დომინოს. ცოტა ხანში გავემზადებით და წავალთ. ესე მეორე დღე უშუქობაში გავატარეთ. ახლა ვლაგდებით. ვრეცხავთ, ვალაგებთ. აქაურობას ცოტა მივალაგებთ და მერე ზაფხულში მივხედავთ რა. ასე არ დავტოვებთ აქაურობას. ძალიან დიდი ფართია, უბრალოდ უნდა გაჩვენოთ. ერთი. აქეთ არის საცინებელი, რომელზეც საერთოდ სხვა გეგმებია. საკმაოდ დიდი არის ესეც. იქით სამზარეულო.
აქ სარემონტო მასალები აწვია. აქაც ასეთი ოთახია. და სარდაფი ვნახოთ. ღვიმე. ასეთი ოთახი გვაქვს სამზარეულო. უნდა დავალაგო საშინლად თავურიეთ და აი ამ ხორცს წავუღებთ გზად სუგოებს და ყველს და პურს დავაპურებთ გზა და გზა. ერთი წუთით ვეღარ ვიღებ. წუთით. აგვჩებით მეორე დღეს. მეორე დღე 3 დღე სიგნალეში. შეშა გვაქვს რაც მთავარია. ეს პუდროვია. რაში სიმხურია, კანტიც მოაღწია. ყავას დავლოთ და წავედით. ხო არ დავჭეთ. დავჭამოთ და ნადირი მოვინადიროთ. დღეში წავიდეთ. გავამზადეთ ახლა და მივდივართ. იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ.